ევროპის საზღვრები ძალისმიერი გზით არ უნდა შეიცვალოს. ასეთია ევროპელი ლიდერების მთავარი მოწოდება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრამდე. ევროკავშირის პოზიცია, რომ უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი კვლავაც დაჟინებით აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის აუცილებელი იქნება ეგრეთ წოდებული ტერიტორიების გაცვლა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის პუტინთან შეხვედრიდან მალევე მიხვდება, აზრი აქვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას. მკაცრია ოფიციალური კიევის ტონი, სადაც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას კატეგორიულად გამორიცხავენ. თუმცა დასავლური მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ფრონტის ხაზის გაყინვას დათანხმდეს. ლევან ახალაიაგი ამბობთ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3 წელიწად ნახევრის წინ გამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შესაჩერებლად აუცილებელი იქნება ტერიტორიების გაცვლა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, 15 აგვისტოს ალასკაზე გაემგზავრება, სადაც ის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს და სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცხადი, ღირს თუ არა პუტინთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება. ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ საბოლოო ჯამში გარიგება მისი დასადები არ არის, თუმცა პუტინი მის გარდა სხვასთან არ ისაუბრებდა. იქნება ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთთან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესთვის, არის კარგიც და ცუდიც. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები. ტერიტორიებში იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ საბრძოლო ხაზები. რუსეთმა დაიკავა უკრაინის დიდი ნაწილი, მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორია. ჩვენ ვეცდებით, რომ დავუბრუნოთ ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას. რუსეთს აქვს ოკუპირებული ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. თუ გაქვს ტბა, მდინარე ან ოკეანე, ეს ყოველთვის ყველაზე ღირებულია. უკრაინას ადრე ჰქონდა 1000 მილი სანაპირო ზოლი. ეს გაქრა. ერთი პატარა უბნის გარდა, ოდესა. პატარა უბანი ცოტაოდენი წყალია დარჩენილი, ასე რომ წავალ და ვნახავ სიტუაციას. შეიძლება წამოვიდე და ვთქვა წარმატებები და ეს იქნება დასასრული. შეიძლება ვთქვა, რომ ეს არ მოგვარდება. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ფიქრობ მე რომ არა, ის სხვა არავისთან ისაუბრებდა, მაგრამ მე შევხვდები მას და ვნახავ რა სიტუაციაა. ევროპელი ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლა დაუშვებელია. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. ამასთან ერთად ევროპა ითხოვს, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან და კიევს სამხედრო დახმარებას პირდება. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ მოწოდებას არ შეუერთდა, უნგრეთია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით არ დაუჭირა მხარი ამ განცხადებას, რადგანაც ის აწესებს წინაპირობებს იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირი თავად მიპატიჟებულიც კი არ არის. უპირველეს ყოვლისა, ყველა თან ხვდება, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა. ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, რაც შეეხება უკრაინას, მნიშვნელოვანია, რომ არაფერი ხდებოდეს უკრაინის გარეშე და არაფერი ხდებოდეს ევროპის გარეშე, რადგანაც ეს ეხება ევროპულ უსაფრთხოებას და ეს ეხება უკრაინას. ამიტომ ვერაფერი ვერ შეთანხმდება ჩვენს ზურგს უკან. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვიდრე ლიბერალურ მეინსტრიმ გუნდი დაიწყებს საყვარელ სიმღერას პუტინის მარიონეტების შესახებ, მე მინდა გაგიზიაროთ, რატომ ვერ დავუჭირე მხარი ამ განცხადებას უნგრეთის სახელით. პირველი ამ განცხადებაში არის მცდელობა დაწესდეს პირობები იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები დაპატიჟებულები არ არიან. მეორე ფაქტი, რომ ევროკავშირი ამ შეხვედრის მიღმა დარჩა თავისთავად სამწუხაროა. ერთადერთი რამაც შეიძლება გააუარესო სიტუაცია არის ის, თუ ჩვენ სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ ინსტრუქციების გაცემას. მესამე, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებისთვის იქნება ევროკავშირი რუსეთის სამიტის ინიცირება ამერიკა-რუსეთის შეხვედრის მსგავსად. აგრესორთან დათმობაზე წასვლის წინააღმდეგია უკრაინაც. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს კიევში ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ანდრეი სიბიჰას თქმით, კიევში იციან, რომ პუტინს გავლენის სფეროების განაწილებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის დაბრუნება სურს, რაც მიუღებელია. მისივე თქმით, ახლა მთავარი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული ცეცხლის შეწყვეტაზე. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე
საუბარი მიუღებელია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს. ამდენად პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. თუმცა ისინი ჩვენს გარეშე ვერაფერს ვერ მიიღებენ. მე ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას გაიგებს და გააცნობიერებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად მიგვიყვანა მიუნხენმა ოდესღაც და სწორედ ეს არის ის, რაც პუტინს სურს. მიუნხენი 2-ის პოლიტიკა, იალტის მსოფლიო წესრიგის გაგრძელება, რომელიც აგებულია გავლენის სფეროების განაწილებაზე. სწორედ ეს არის ის, რისკენაც პუტინი ისწრაფვის. შესაბამისად, მსოფლიო უნდა დაუპირისპირდეს ამას ერთობლივი მშვიდობიანი ძალისხმევითა და მტკიცე გაერთიანებული პასუხით. კონკრეტულად რა წინადადებები შეიძლება განიხილონ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს უცნობია. თუმცა როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტის ზავის გამოცხადებისათვის შესაძლოა დათანხმდეს ფრონტის ხაზის გაყინვას. თუმცა პუტინი, როგორც უკვე ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად დონეცკიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანას ასახელებს, რასაც კიევი არ ეთანხმება. ევროპელი ლიდერები ზელენსკის პოზიციას უჭერენ მხარს. ამერიკული მედია კი წერს, რომ ევროპის ქვეყნების წინადადებაა, რომ პირველ ეტაპზე შეწყდეს ცეცხლი და ტერიტორიების გაცვლაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს და დათმობაზე ორივე მხარე წავიდეს. ანუ თუ უკრაინა თმობს დონეცკს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. ამასთან ერთად უკრაინის მხრიდან ნებისმიერ დათმობას თან უნდა ახლდეს მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინის ნატოში მომავალ წევრობასაც მოიცავს. ევროპელი ლიდერები ამჟამად ცდილობენ რთული ბალანსის დაცვას. ერთი მხრივ შეერთებული შტატების მხარდაჭერის შენარჩუნებას, რადგან ისინი კვლავ გარკვეულწილად დამოკიდებული არიან ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე. ისინი მხოლოდ ახლა ცდილობენ თანდათანობით თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს პოზიცია, რომ იქნება დაძაბულობა შეერთებული შტატების პოზიციასა და ევროპელი ლიდერების პოზიციას შორის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს უკრაინაში ომის დასრულების გრძელვადიანი ზავი და მისაღები პირობები. ეს არის რთული ბალანსი, რომლის პოვნასაც ახლა ევროპელი ლიდერები ცდილობენ და უკრაინა სრულად აცნობიერებს ამას. ომის შეჩერების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ამასთან ერთად, რუსეთის სახმელეთო ძალებს გარკვეული წინსვლა აქვს დონეცკის ოლქში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ პოკროვსკთან. საფასუხოდ უკრაინა დრონების საშუალებით ახორციელებს იერიშებს რუსეთის ნავთობის ბაზებზე, ქარხნებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.